მე მინდა ახლა გაჩვენოთ ჩვენი დამტვერიანებული ყურძენი. ეს არის შემოძვირფასებო ჩვენ ვიდეოებს ვინც უყურებს. ეხლა არის ეს ჩვენ რო დავამტვერიანეთ ამ გაზაფხულზე, პატარა ის რო ისავქენი და მარცვლებიც კი დათვლილი მქონდა და ნახეთ როგორ შეინარჩუნ ამ ყველაფერმა და ეს რა არის. აბა მოდი ჩავიხედოთ გენაცვალე, ამაიღეთი რა არის. ეს ამოაძრე რა არის. აბა წავიკითხოთ. დედა ევერესტი, მამა იუპიტერი. ეხლა ეს უნდა უყურეთ ეხლა რა ხდება ჩემოკარგებო. ეს ეხლა უნდა კიდე მოიწიოს, ცოტა კიდე ძალიან გადამწიფდეს და მერე ეს უნდა გავწვნათ ესე დამიჭირეთ შემოსიხარულო. აი მაგალითად ერთი ის ავიღე ეხლა სხვა ყურძენი, აი მას გავწვნით აი ესე და ამ წიბწებს ამოუღებთ. უყურეთ, წიბწა უნდა დამიჭირეს სიხარულო. აი ეს დაიჭირე დაბლა. ეს წიბწები იმდენად უნდა გადამწიფდეს კარგად რომ უყურეთ, არაა კარგი ფერი, ახლა სხვა ყურძენი მოვწყვით, ახლა ჯერ უფრთხილდები ამის სულ რამდენი მარცვალია. ეს წიბწები უნდა იყოს ყავისფრად შემოსული, დამწიფებული ეს წიბწები. მერე ეს წიბწები აი ესე რომ გამოიღებთ ამას, მაგ კარგად გავრეცხავთ, ჩავყრით წყალში, რომელიც სუბუქად იქნება ამოტივტივდება და ამ ყველაფერს ამოტივტივებული არ ივარგებს და გადავაგდებ. მერე ამას გავაშრობ, პატარა კონტეინერში ჩავდებ და შევინახავ ცოტა ნახევრად გრილ ადგილას. ხო და ამას მთელი დროები მიდის, მთელი წლები მოვანდომეთ ამ ყველაფერს და რა ვიცი, გვერდზე დგომაც არ არის, არაფერი არ არის, რომ ვინმე რამე დაგვიდგეს ახალი შემიძლია რომ ყოველ წელს 50 ჯიში მაინც გავაკეთო და დავამტვერიანო და დავილოდო 2-3 თუ 4 წელის განმავლობაში და ამ ჩემს სიხარულსაც ეჭვი ეპარება უკვე მაიტა გენაცვალება. ამდენი წლის განმავლობაში დავატარებ ამასაც და ბავშვი აბა იძახის ერთი ბებერი ცხენი ყავდა, ისიც არ აკავდა, წინსვლა არაფერი არ არის. რა ვქნათ, მომავალი თაობას უჩიჩინებ ჩემს სიხარულს რომ აი ესე ისა მოვიდა უკვე დაკასდა 13 წლისა გახდა მე 14 წელშია შარშანწინ წავიყვანე პირველად მაღაზიაში. ესეთი რამე რა ვიცი აბა უჩიჩინებთ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, გაიხედეთ ეხლა აქეთ ეს ჯიშები, აბა ნახეთ ეხლა რა, აი უბრალოდ შეგახედეთ, აბა ნახეთ ეს ყველაფერი, ნახეთ, სულ სხვადასხვა ჯიშები, აი გაიხედეთ. აჰა, სულ სხვადასხვა ჯიშები, ნახეთ რა საოცრებებია, აქედან რამდენ ახალ ჯიშს გამოიყვათ, ნახეთ ეხლა. აი უყურეთ ხო და ამ ყველაფერს უნდა გვერდზე დგომა და მოხედვა, რა ვიცი, არ საიდან არაფერი არ აჩანს და ჩემს სიხარულსაც ეჭვი ეპარება და უკვე ესეც არ ვიცი, აბა რა ვიცი, მომავალი რა იქნება. საზღვარგარეთაც არ წავედი რომ საქართველოში ქონოდა რაღაცა მომავალი და რა ვიცი. აბა რა იქნება ჩემო სიხარულო, ეგრე სარელახელებით შევძლებთ რამეს თუ როგორ არის აბა საქმე უთხარი. ესეც სარელახელებით ვერაფერს ვერ შევძლებთ. და მომავალი რა ვიცი, აბა ჩემ სიხარული აქ არის, რა უთხრა. იყავი ვენახებში, წერაქვი დავიჭიროთ და ვიკლათ მეთქი ითავი, რა ვიცი, ჩემოკარგებო, აბა რა ვიცი, ხალხი წავიდა, ორ-ორი სახლები, ორ-ორი მანქანები, სამ-სამი ყველაფერი და რა ვიცი, აბა ნეტა აქ რა ვიცი, რა დავიჭირე, მე არაფერი ალბათ. ერთი ცხენი ყავდა, ისიც მოგვიდა სარელახელებით, აი ეს ბადეებიც ნახეთ, აი ეს მაღლიდან გაუკეთე რომ სამომავლოდ კი არა, როდეგოს ეთქოს კვირტი გადავარჩინო, ნახეთ აი ეს. ვინაკეთებს ამას, აი ეს კვირტი გადავარჩინო, რო არავის არ აქვს საქართველოში და განადგურდეს აი ესენი შევანარჩუნო. ნახეთ რა დღეში ვართ და აი ბადეებსა და იმას მოგვიტანეს ერთხელ რაღაც სიგეთე გააკეთეს და რა ვიცი. ჩემს სიხარულს სანამ ის ექნება, გული ექნება, ხედავს არაფერი წინსვლა არ აქვს და რა ვიცი, რა უთხრა, აი ხალხთან არის ეს ყველაფერი აქ არის და მინდა უთხრა ახალგაზრდებთან მინდა რომ გავაგზელებინო, მინდა რომ დაინახონ, რომ წვალებით გვიდგა 5 წლიდან 400 ვიდეო გვაქვს YouTube-ზე მარტო გიოგიო 12-ზე და გაიზარდა იქა ფეხი იქა იდგა და ამ ხელაკაცი გახდა და რა ვიცი, უყურებს არაფერი წინსვლა არ მაქვს და რა ვიცი, აბა ჩემო სიხარულო, მაინც დეველოდოთ, იქნებ რაღაცა იყოს და ვინმე რაღაცა გამოიშინოს რამე რომ პატარებს ახალგაზრდური ის რაღაცა გამოიყოს რაღაცა რომ ჩვენისთანა ხალხი რაღაცა მე თუ არ ვიქნები ახალგაზრდობას ხელი შეუწყონ, გინდა სოფლის მეურნეობაში, გინდა მომავალში. რა ვიცი, აბა ახალ პატარებს რას ეტყვი, კარგად ივარჯიშონ, იშრობონ, ვავარჯიშებ ჩემს სიხარულს, არის აბა მათ ჩვენეთი ჯვარი შემოსიხარულო. არის მორწმუნე ადამიანი, რომელიც ჩემთან როცა დარჩება ხოლმე ღამეს კი უკეთია სიხარულს, ზინარეს ავხდი ამას. არის მორწმუნე, კალათბურთი, ფრეხბურთი, ფრებურთი, ათლეტიზმზეც კი მივიყვანე, ჭიდაობას მევასწავლი და აი ესეთ მიცავსდი არანაირი სიგარეტი ოჯახში, მე, მამაჩემი და ჩემი ძმა ვიცხოვრეთ და სიგარეტი პატარა ბიჭობაში რომ მოვწიეთ, მე ეგ იყო და ეგა, სიგარეტსაც კი არ ვეწევით. ნარდი, დომინო და ისიც კი არ არის ჩვენ ოჯახში. აი ესეთ სუფთად თავსდი, უბრალოდ განავუშლი მე, მაგრამ აი ესე სუფთად იზრდება და დაკასდა უკვე. ნახეთ რა მხელაკაცია. 5 წლიდან გეგვეზარდა ესა. ჩემი სიხარული და ვეჭიდავები ყველაფერს ვაკეთებთ და
ეს ყველაფერი და რა ვიცი, მე მინდა რომ მომავალი გიუსუროს უყოლებს თელ საქართველოს და მიაქციონ ყურადღება როგორც რა ვიცი, სოფლის მეურნეობა თუ დანერგე მომავალია, მიაქციონ ახალგაზრდებს ყურადღება ჩემისთანად დავანტყოფთ ამოაზებში და ცარელა ხელებით და იმით ვერაფერს ვერ ხვდები, როცა შეგვიძლია შევაჯაროთ აი ეს გიგანტები უყურეთ რა არის, აი მას დახედეთ ერთი რა. აი ესეთი გიგანტებს რომ მოიპოვებ ჯერ აბა ყველაფერს არც ვაჩვენებ ხალხსა და მე ამეებთან აი ეგეთ რამეს გააკეთებ 5 წელი რო უნდა იწვალო და ამტვერი რომ მეუბნებიან საქმე არა გაქვო რა საქმე უნდა მქონდეს შემოძვირფასებო ნამუშევარ ორსმენიდან მოვდივარ და ემებს ვაკეთებ აბა დევე მშვიდობოდა მომავალს კარგი ახალგაზრდებს ყველაფერი კარგი უსურვოთ ივარჯიშო ნიშრომო და ყველაფერი კარგად იქნება ხო ფრიადებზე დაამთავრა ათიანებზე ხო ყველა საგანი ჩემოსიხარულო სპორტი ყველაფერი კაი ბიჭობა აბა კარგად იყავ ჩემოსიხარულო უთხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება მომავალ თაობას იცვალონ და ისრომონ კაი ხარით